1921 წლის 11 თებერვალს ბოლშევიკური აგრესიის დაწყებისას ლორეს რაიონში დაახლოებით 8000-იანი ქართული შენაერთი იდგა. სასაზღვრო სოფელ ვორონცოვკას მისადგომებს 3000 ჯარისკაცი ამაგრებდა. შაგალისა და ახლოს უბანს კი 5000 კაციანი დაჯგუფება იცავდა. აქ იყო მეორე საარმიო ბრიგადის 3 პოლკი, 1 საარტილერიო პოლკი, კავალერიის 2 ესკადრონი და სახალხო გვარდიის რამდენიმე ნაწილი. ორდღეში რუსულმა დივიზიებმა ბამბაკის ხეობა დაიკავეს და სადახლოს მიუახლოვდნენ. ამავე დროს წითელმა არმიამ ბეზობდალის უღელტეხილი გადალახა და ვორონცოვკაში მდგომ ქართულ ნაწილებს დაესხა თავს. გენერალი გედევანიშვილი, რომელიც ამ რეგიონში ქართულ საჯარისო ნაწილებს ხელმძღვანელობდა, ვითარებას საერთოდ ვერ ფლობდა და თავდასხმა სომხეთთან მორიგ სასაზღვრო ინციდენტად მიიჩნია. ბატონო, ეს სასწრაფო დეპეშაა. ბედროს დეპეშა. რომელიც საათი? გენერალ გედევანიშვილის შეტყობინებაა ლორედან. წაიკითხე. სომხების ურდოები ღამით დაეწნენ მე-5 და მე-7 ლეგიონს. ჯარისკაცთა ნაწილი დახოცეს, ნაწილი ტყვედ ჩაიგდეს. დანარჩენი კი გამოიქცა. ვიღებს ზომებს აჯანყებულთა გასანადგურებლად. თუ მართლა სომხის ურდოები თავს დაესხნენ, როგორც ამას გედევანიშვილი გვაცნობებს, მაშინ მათ მალე მოუღებთ ბოლოს. საჭიროა მხოლოდ ვიცოდეთ, რა ძალები ყავთ სომხის ურდოებს და საით მიემართებიან. კოტე, საბჭოს წევრებს შეატყობინე, რომ შეიკრიბონ. გასაგებია. წლის 17 თებერვალს დილის 5 საათზე იუნკერთა სასწავლებელში საბრძოლო განგაში გამოცხადდა. ათეული ვადეს განგაში. დაუჩარეთ. ტრაპად.
განგაშის მიზეზს არავინ კითხულობდა. უკვე ერთი კვირა იყო, რაც საქართველოს სამხრეთ საზღვრებზე ბრძოლები მიმდინარეობდა. ბოლო ცნობებით ლორეს რაიონში მოწინააღმდეგემ ქართული ნაწილების ალყაში მოქცევა და მათი დამარცხება შეძლო. როგორც ამბობდნენ, მტერი თბილისს უახლოვდებოდა. როგორ უნდა ვიომოთ? თბილისთან საცმელიც კი არა აქვს ბიჭებს. რამდენჯერ მოვითხოვე დახმარება. საფხულის თხელი ფარაჯები აწვიათ. გაიყინებიან სანგრებში. ნეტავ მარტო ტანსაცმელი იყოს ჩვენი გასაჯი. ახლა ამაზე ფიქრის დრო აღარ არის, ალექსანდრე. აცეულო, სტორტი! სმენა! დორება სუაში! ბატონო გენერალო, იუნკერთა სასწავლებლის სალაშქროდ მოწყობილია. ატაკს გაბარებთ მაიორი ანანიაშვილი. თავისუფლად. თავისუფლად! მაწვილებო, ბედნიერი ვარ მოგივოცოთ, რომ საშუალება მოგეცეთ, თქვენი მოქმედებით დაამტკიცოთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, როგორც თქვენს მასწავლებელს და უფროსს, ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ ზუსტად შეასრულებთ თქვენს მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წარსდგებით ქართული ისტორიის სამშაბლოს წინაშე. არ დაგავიწყდეთ ველად ყოფნისას. თქვენი ყოველი ნაბიჯის მოწმე იქნება იგივე ცა, იგივე მიწა, იგივე ბუნება, რომელიც არაერთხელ გაყვირვებულა ქართველთა გმირობითა და უდრეკელობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ქართულ ძაღლს! ფაშა! 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 თავისუფლად!
13 თებერვალს გედევანიშვილის მიერ ნაჩქარევად დაწყებული შეტევა მარცხით დასრულდა. მოწინააღმდეგე კონტრიერისზე გადმოვიდა და ღამით სადახლო დაიკავა. 14 თებერვალს წითლები შულავერში შევიდნენ. ბოლშევიკებს თბილისისკენ გზა გაეხსნათ. ლორეს მცველი ქართული ჯარი დაიშალა. ჯარისკაცთა ნაწილი თბილისისკენ უწესრიგოდ იხევდა, ნაწილი განადგურდა, ან ტყვედ ჩავარდა. დანარჩენმა კი იარაღი საერთოდ დაყარა. ლორეში ბოლშევიკური ამბოხების მიმდინარეობაზე სერგო ორჯონიკიძე მოსკოვში დეტალურ ინფორმაციას საათში ერთხელ გადასცემდა. ამისთვის სერგოს კაბინეტში სპეციალური აპარატი იყო დამონტაჟებული, რომელიც კრემლთან უწყვეტ კავშირს უზრუნველყოფდა. ორჯონიკიძე ნერვიულობდა. ლორეში ამბოხების დაწყებიდან უკვე 3 დღე იყო გასული. მოსკოვიდან კი კონკრეტული დირექტივა ჯერ არ ჩანდა. Товарищ Серго, срочная телеграмма из Москвы от товарища Сталина. Но смысл шифрограммы не совсем понятен. Думаю, часть текста на грузинском. Читай вслух. Москва, Сталин. Баку, Орджоникидзе. Сейчас передам шифрованный ответ ЦК, а пока предлагаю, двоеточие. Ахлаве Шеутие. Точка. Дастрия Айге Калаки. Точка. Сталин. Давно пора. Настал час, которого мы все так долго ждали. Москва дает добро на проведение военной операции. Анатолий Ильич, еще раз кратко доложите Райвоенсовету план наступления 11-й армии. В операции будут задействованы 7 пехотных дивизий, 5 дивизий кавалерии, отдельное танковое соединение, 1065 пулеметов, 181 единица легкой и 15 дальнобойной тяжелой артиллерии, 55-й отряд бронемашин. Кроме этого, в районе Лори против грузин уже действуют 3 пехотных дивизии, 2 дивизии кавалерии и 2 полка Армянской Советской Республики. В резерве остается восточная бригада красных курсантов и отдельная группа 1-й конной армии товарища Буденного. Ударную силу представляет группа войск под командованием товарища Великанова, в которую входят 9-я, 18-я, 20-я, 32-я пехотные дивизии и 12-я дивизия кавалерии. Задача этих частей – захватить Красный мост и железнодорожный мост Фейло, обеспечить быстрое продвижение войск и бронетехники по направлению к Тифлису. მე-11 არმიას, რომლის ნაწილებიც სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო განლაგებული, საქართველოს საზღვარი რამდენიმე ადგილას უნდა გადაეკვეთა. ძირითადი შემტევი დივიზიები აღსტაფაში იყო თავმოყრილი. აქედან თბილისზე უმოკლესი გზა გადიოდა. ბოლშევიკების ამ დაჯგუფებას ფოილოს სარკინიგზო ხიდი და წითელი ხიდი უნდა აეღო. მთავარი მიმართულების პარალელურად წითელი არმიის ნაწილები საქართველოს სომხეთიდანაც უტევდნენ. ყარაკილისიდან და დილიჟანიდან ბოლშევიკებმა იერიში ლორეს რაიონზე მიიტანეს. მე-11 არმიის მესამე ნაწილი საქართველოში განჯიდან და ნუხიდან შემოიჯრა. სამივე დაჯგუფება თბილისის მისადგომებთან უნდა შეერთებულიყო.
საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა ბოლშევიკების მეცხრე არმიაც. მისი შენაერთები აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ნაწილმა კი მამისონისა და როკის უღელტეხილები გადაკვეთა. Наступление начинаем 16 февраля на рассвете. Действуем быстро и решительно. Тифлис должен быть взят в течение 3 дней. Степан, передай нашему послу Шейману программу. Запиши текст. Решено. Перейти Рубикон. Действуйте сообразно с этим решением. Все свободны. უკვე 5 საათი იყო, რაც იუნკერთა კოლონა გზაში იმყოფებოდა. სკოლის ორ ქვით ასეულში 152 კაცი ირიცხებოდა. მათ გარდა პოზიციებზე იუნკერთა 15 კაციანი საარტილერიო ქვედანაყოფი. საინჟინრო განყოფილება და ცხენოსანთა გუნდიც გაიგზავნა. ტაბახმელისკენ მიმავალ კოლონაში უნტერ-ოფიცერთა კურსების 350 ახალწეულით შედიოდა, რომლებიც სასწავლებელში მხოლოდ თებერვლის დასაწყისში ჩაირიცხდნენ. სულ იუნკერთა სკოლას თბილისის დასაცავად 560-მდე მებრძოლი გაჰყავდა. ასეულო! ხეთ! შესვენება ნახევარი საათით. შეგიძლიათ ჩამოსცდეთ და თამბაქო მოსიოთ. დაიშალეთ. ფოილოს ხიდთან ქართულმა საგუშაგომ მტკვრის მეორე ნაპირზე საზღვართან ახლოს რუსული ჯარების ინტენსიური მოძრაობა ჯერ კიდევ 15 თებერვალს შეამჩნია. საგუშაგოს უფროსი საქართველოს მთავარ სარდალს ოდიშელიძეს პირდაპირი მავთულით დაუკავშირდა. მთავარ სარდალს შემოერთეთ. ბატონო მთავარ სარდალო, ტერი ამაღამ აუცილებლად გადმოვა შეტევაზე. ნება მოგვეცით ხიდი ავაფეთქოთ. საიდან გაქვთ ასეთი ცნობები? ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია? ბატონო მეთაურო, ჩემი თვალით ვხედავ მტრის სამზადისს. ხიდთან მტრის დიდი ძალა შეგროვდა არტილერიით. ხიდი დანახმულია? დიახ, ნება გვიბოძეთ. ნებას არ გხდავთ. ჩვენ ვიმყოფებით მეგობრულ განწყობილებაში საბჭოთა რუსეთთან. ერიდეთ პროვოკაციას. Ათას 921 წლის 16 თებერვალს მე-11 არმიამ საქართველოზე შეტევა დაიწყო. მთავარ მიზანს ფოილოსა და წითელი ხიდების აღება წარმოადგენდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ფოილოს სარკინიგზო ხიდს ენიჭებოდა, რომლის საშუალებითაც რუსები თბილისის მიმართულებით ცოცხალი ძალისა და ტექნიკის სწრაფ გადაადგილებას გეგმავდნენ. საგუშაგოს უფროსი მიხვდა, რომ მის ხელთ არსებული მცირე ძალებით რუსულ დივიზიებს ვერ შეაჩერებდა და ხიდს დაკარგავდა. ოდიშელიძისგან მიღებული უარის მიუხედავად, მან ფოილოს სარკინიგზო ხიდის აფეთქების ბრძანება გასცა. მე-11 არმიის ნაწილები, რომლებიც უკვე ხიდზე გადასასვლელად ემზადებოდნენ, აფეთქებამ შეაჩერა. ხიდების აღების ოპერაციას მე-11 არმიის სამხედრო რევოლუციური კომიტეტის წევრი შალვა ელიავა ხელმძღვანელობდა. 16 თებერვალს, როდესაც ფოილოს ხიდი აფეთქებით დაზიანდა, ელიავა მე-11 არმიის ნაწილებს
დინარეზე ფონის მოძებნა და ტყრის ცურვით გადალახვა უბრძანა. თებერვლის ყინვაში წითელ არმიელებს ცივ მდინარეში შესვლა არ სურდათ და ელიავას ბრძანებას აპროტესტებდნენ. Кто командир этой части? Батальонный комиссар Никита Хрущев, товарищ Ильява. Какая часть? 2-й батальон 74-го стрелкового полка 9-й дивизии. Вы получили приказ перейти реку. Почему приказ не выполнен? Товарищ Ильява, солдаты говорят, что реку перейти вброд невозможно из-за погоды. Река холодная, солдаты боятся простудиться. А попасть под трибунал из-за невыполнения приказа быть расстрелянным не боятся? Учти, комиссар, под трибунал попадешь первым ты. Немедленно отправиться по назначению. Батальон! Стройсь! К реке шагом марш! წლის 17 თებერვალს 9 საათიანი მარშის შემდეგ დაახლოებით 5 საათზე იუნკერთა სასწავლებელმა საბრძოლო პოზიციები დაიკავა. კურსანტებს დაბახმადან კოჯრამდე არსებული 8 კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა დაეცვათ. ჯერ კიდევ 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის სარდლობამ კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის თავდასხმის მოსაგერიებლად თბილისის სამხრეთით თავდაცვითი ხაზი შექმნა. დაბახმელას ქედზე სანგრების სისტემა გათხარეს. ეს სანგრები 1921 წელსაც არსებობდა. თუმცა მათი დიდი ნაწილი აღდგენას საჭიროებდა. გიმნაზიის მეგობარი ვყავდა ერთი. აქ საზაფხულო სახლი ქონდა. არ დადეგებზე გვეპატიჟებოდა ხოლმე. მერე 1914-ში ომი რომ დაიწყო, რუსებმა აქ ჯარისკაცები მორეკეს. ღედა-ღამე ამ სანგრებს ათხრევინებდნენ. ავ ერთი თვემანით მუშაობდნენ. აი მგორეკიდან უყურებდით. ისეთი ზონტყელიანები იყვნენ. გლეხები აჭმევდნენ ხოლმე ურს და ხილს. ცივა ხელები სულ გამეკინა. მიწაქვასავითა. თითქმის არ იღებს ნიშავს. ხარე! ომი რომ დაიწყება, მერე დაგწყება. საშინელი ბალკონი. ხელოვნური ნაჭრისგან შეკეთე. გაყავდივით. ირით, წყლითი ჟღინთება. საღამოთი კიდე ფიცარივით იყინება. მე კიდე გაძელიან სანგრებში. ეს კარგი პოზიციები შეურჩევით. თელი მიდამო ხელის გულივით აჩა. ბიჭებო, ქალაქიდან ვიღაცები ამოდიან. მოწყალების დები, წითელი ჯვრიდან. მათიკაშვილი, ლოგოების ყურებას თავი დაანებე და სანგარი გათხარე. მერე მოწყალების დებიც ვერ გიშველია.
ჩარა! ათას 921 წლის 16 თებერვალს წითელი არმიის მიერ დაკავებულ შულავერში საქართველოს რევოლუციური კომიტეტი ჩამოყალიბდა. რევკომში ძირითადად ის ქართველი კომუნისტები შედიოდნენ, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის ქვეყნიდან გააძევა. რევკომს ერთადერთი მიზანი ჰქონდა. მისი მეშვეობით ბოლშევიკები საქართველოში შეჭრის გამართლებას ცდილობდნენ. პირველივე კრებაზე, რომელიც 16 თებერვალს შულავერშივე გაიმართა, რევკომმა რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის მეთაურს ვლადიმერ ლენინს დახმარების შესახებ თხოვნა გაუგზავნა. კრების შემდეგ ეს მიმართვა შალვა ელიავამ მე-11 არმიის ჯარისკაცებს პირადად წაუკითხა. Товарищ солдаты, Грузинский революционный комитет, который родился в огне восстания рабочих масс против меньшевистского правительства, шлет восторженный привет вождю пролетарской революции товарищу Ленину. В течение 3 лет меньшевистское контрреволюционное правительство создавало против рабочего класса полицейский и военный аппарат. Но последнее восстание рабочих масс оказалось победоносной. На помощь грузинской буржуазии спешат реакционные силы Европы. Отпор им может дать только доблестная Красная Армия. Мы надеемся, что Родина Великой Октябрьской революции не оставит рабочий класс Грузии и окажет нам помощь. Да здравствует Советская Социалистическая Республика Грузии! Ура, товарищи! Ура! 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 Ismet. Რა, საქმე ეგრეთ ცუდად არის? როგორც ადრე განვაცხადე, თუ ჩემ ქვეყანას დავჭირდები მზადვარო ემსახურო და ახალად სამაზრისა ვარ. კარგი, ეხლავე გამოგივლით. ჩვენი ჯარები ლორეში და ორჩალოს მაზრაში მთლიანად დაშლილია. არის ცნობები, რომ მტერი წითელ ხიდზე და ფოილოზე აპირებს შეტევის დაწყებას. მე მგონი რუსები გვიტევენ. თუმცა ამის დამამტკიცებელი ოფიციალური საბუთები ჯერ არ გვაქვს. და ვიცით, რამხელა ძალა გვიტევს. ალბათ ბოლშევიკთა მე-11 არმიის ნაწილები არიან. სადახლოში აყვანილი ტყვეებიც ამავე არმიაში ირიცხებიან. დაახლოებით 40,000 ჯარისკაცი იქნება. ორჩალო დაკარგულია. შულავერშიც ისინი არიან. თბილისამდე რუსებს 2 დღის სავალი აქვთ. ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ ალბათ ბოლშევიკები ლაგოდეხიდან შემოვლენ კახეთში და შემდეგ თბილისსაც დაუვლიან. თუ წითელი ხიდი და ფოილო წაიღეს, მაშინ დედაქალაქი ფაქტიურად ალყაში აღმოჩნდება. ჩვენ მხოლოდ ცხეთისკენ გვექნება გზა. შეგიძლიათ გითხრათ, ჩვენ რა ძალები გაგვაჩნია? ჩვენ ახლა დაახლოებით
დაახლოებით 20,000 ჯარისკაცი ყავს, ესენი არიან რეგულარული საჯარისო ნაწილები და სახალხო გვარდია სულ 16 ქვეითი ბატალიონი და 2 ცხენოსანი ლეგიონი. აქედან 7,000 ბორჩალოს მაზრაში იდგა, მაგრამ შეტევის შედეგად დაფანტულია. დანარჩენები დასავლეთ საქართველოში არიან. იმათ ჩამოყვანას თბილისში 2 კვირა მაინც დასჭირდება, ერთი მაინც. კონკრეტულად ახლა რამდენი ხიშტი გყავს გენერალ? ახლა ბორჩალოს მარცხის შემდეგ ალბათ არა? ხო, დაახლოებით 10,000 გვეყოლება. არა, არმიის გაზრდა მობილიზაციითაც შეიძლება, მაგრამ ამას დრო სჭირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დედაქალაქისაკენ რუსებს გზა გახსნილი აქვთ. და ჩვენ კი მისი დაცვის ძალა არ გაგვაჩნია. თქვენ რა სიტყვით კვინიტაძე? როგორია თქვენი გეგმა? მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე მეგონა. ომს სასწაული თუ მოგვაგებინებს. ამ ვითარებაში მხოლოდ ღირსებისთვის და თბილისის ევაკუაციისთვის ბრძოლა თუ შეიძლება. ასე უცებ მოქმედების გეგმას ვერ შევქონი. ასეთი გეგმა მთავრობას წინასწარ უნდა ქონოდა. მე მგონი უმჯობესი იქნება მოწინააღმდეგეს იქეთ შეუდიოთ. სასწრაფოდ განვალაგოთ ჯარის ნაწილი ფოილოსხიდან და მტკვრიდან ყაზახის მიმართულებით. მოწინააღმდეგეს ზურგში დავატყათ. ეს მათთვის მოულოდნელი იქნება და წარმატებასაც მოგვიტანს. ბატონო ნოე, 3 წელია გთხოვთ სამხედრო საქმეებში ნუ ჩაერევით. კეთილი ინებეთ და 9 საათით მაინც გაიკმიდეთ ხმა. ტერს ზურგში რომ დაარტყა, ამისთვის ჯარი მტკვარზე უნდა გადაიყვანო. ჩვენ კი სულ ერთი ბორანი გვაქვს, რომელთაც მტკვრის გაღმით კი არა, ჯარს კუკიიდან ვერაზე ვერ გადაიყვან. მით უმეტეს რომ მტკვრის მეორე ნაპირი მტრის ხელშია. ესეც რომ არ იყოს, რომელი ჯარით აპირებთ შეტევას? თბილის ვინ გადაიცავს? თებერვალს საქართველოს მთავრობამ მთავარსარდლის პოსტიდან ოდიშელიძე გადააყენა და მის ნაცვლად გიორგი კვინიტაძე დანიშნა.